რა უნდა იკითხო? მოგესალმებით. მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? ჩვენ რა ვიცი ვართ. შუქიც ავანთოთ, არ ვიცი რამე ის აქვს თუ არა. მაგრამ ერთი თებში მიდევს, ვაშლი მიირთვა ქალბატონმა. ვაშლი აღარ მაგზე სულადა და მე შევჭამე. მამიკო რომ მოვატანინე, დედიკო. ანიკობები არ არის თორე გაგიშვებდი, მაგრამ დღეს მე მგონი დაკრძალვა მამამისის და მე მგონი არ იქნება. მახსოვს მითხრა რომ ერთი დღე არ იქნებიო და მე მგონი დღევანდელზე იყო. ისინი უნდა გავთვალო და ინგლები გავაკეთო მერე. Hello guys, how are you? გეგა, ცოტა ხმარდაბლა ხო შეგიძლია დედი? ეხლა სხვა თოქმა. ნამდვილია. არიქა ბიჭო. ხალი არ ეგონოს ვინ? ავას არ დამლივია, წყალი გადავასხი. რომ ქონოდა იმის მაგირა, ეს გადავუშლის. სალია. მეზარებას სიმართლე გითხრათ, გარეთ დასვლა. რომ ნახო ანიკობები არის თუ არა. კიტრიალ მართეს. გუში მომშორა და წუხელს შემომეჭამა კიტრი. ციციბურა მამა. Come dico, spessire. Hai smesso sa. Amazeu ali. Gode, ეხლა რა გაგვხდები ქართულში? რა გაგვხ ქართულში ეხლა? ისმე.
არ გახსოვს? გაიხსენე აბა დაფიქრდი. აი. მე არ მითქვია საუკუნე იფიქრეთ ხო ბიჭო? გოდეცი, რამე არ წაგაკითხეს? ლექსი მოგაყოლეს? No. მე ხო გითხარი ხელი აწიე მეთქი. ჩემი საფრთხე არის, აბა თუშის ბიჭარი. რა? თუშის ბიჭარი. აბა რატო თქვა ნიტა მათ ჩემი სოფელიო კაცო? ეკრაბა. სულიანი. ა? სულიანი. რა სულიან ბიჭო გამაგიჟებნე შენ. მომეციდა რომელია თუშის ბიჭები? ის მაინც ხო იცოდი მერე? ხელით შევხედო ერთი წამი. თუშის ბიჭები ხო იცოდი ბიჭო? მინდიანი იმფერია ხო იცოდი? ხო, მიიმღერიან. თუშის პატარა ბიჭები ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან მიიმღერიან. გადაშალე და არ მახსოვს მეც დამავიწყდა. მე რა ცოტა ვიცი. ცოტა იცი არ მინდა. ეს თუ გქონდათ რა გჭირს ბიჭო გაგვეჭირს ვერი მახსოვრე? No. მათემატიკა მოჩენ სადღაც 2 ფუცელი დარჩათ მე მგონი. ხო. მიტანტალებენ დილიგზე, ხა, გამახსენდა. დედიკო ეს ხო იცოდი? და სიმანი დაგავიწყდა, მეც დამავიწყდა კი, მაგრამ თვითონ ამას რატო? მე კარგი არა მიშა სადუხა. კაი, ეს ადუხა ეხა ამას ორი მაქვს დედიკო მე მეტი არ მაქვს, სასუქე იმას გაგეღო. ვახან შენ სამბობი მინდაო. კოდე გამოდი დედიკო. მიდიან მიიმღერიან. მიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან მიიმღერიან. თები უწყობენ. თები უწყობენ თასაო. ხმასაო. თუში ვარ. თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ. ჯობი სხვასაო ხო არის იქ? კიდევ ჯობი ვარ სხვასაო. არ მივატოვებ. არასდროს. თაში გარეკილ სხვასაო. არ გავაციებ ხადასა. არ გამოვკეტავ კარსაო. ომალოს დიკლოს შენახოს. არ დავუტოვებ სხვასაო, წაიგით. დავай. მიდი. როზე. მოთხოვები ხო არ გიყვარს? ლექსი რო არის მაინც ისწავლე. აბა რა გავაკეთოთ მეტი ახლა? ისე ვერ ვივლი ხოლოს. სკოლაში. ლექსი. მიდი დევი.
აბა მე იმას სპირალისებურად და ქცელია. დავარ შეჭამ? მე არ ჭამ, თქვენ ჭამთ თორე. სასარგებლო. არ არის სასარგებლო. რატო ჭამთ? როგორია? მე რა ვიცი, კაცო. მე არას დროს არ მყარებია. ხო, იმიტომ რომ არ შეგიჭამია და არ ვიცი რა გიმოს. მიჭამია, მაგრამ სიყვარულით არ მყარებია და არ მიჭამია სულ, აი ხა. თქვენ რო გინდებათ და კი ვიხართ, სასუბე მინდაო, მასზე არ ყოფილო არას დროს. ახლა ისე რატო ჭამ? ხო ხედავ რო გიყო. აია, გემო. ხელი არ მოგიდო? გემო ისეთი ცუდი არა. მარტო ძალიან ხაშუნია თუ რა. ჩვენ ბავშვებს ყველაფერი ის გიყვართ. რაც არ ვარ. მეკო მე დავასხა. არ უნდა ბევრი ცოტა მაინც. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. ჩანგალი უნდა გამოვიტანო. ეს სულ ცოტაა და ეს ცოტა მეტი შენი. ერთჯერ ცოტა. არა, ერთჯერ მეტი ადაზე. თუ არ ნახეთ რამდენიც გამოვიდა და ეხა ორი თებში არ გამოვიდა და ძალიან ბევრი. ისედაც იცით. ეხა აფაკ მქონდეს ეს სუფთა ესეც გარეცხილია. ხავს მოვიდან ერთი წუთი. ალიკავაციო ყავარო დავლიო. თორე ძალიან დუღარეს ხელი მასვიზა. ხოდე დენიკო მაგიდა არ დამიხაზო იცოდე. ხუთლები იმიტომ მოგეცი რომ იქ დახატო.
ხარია. ასაცმელებიც უნდა გავფინო. გარეთ მიდევს, გავიტანე გარეთ ცხილები. ეხლა რაღაც შეემატა YouTube-ის იმას, თუ შეიცვალა, უფრო სხვანაირად წერია კომენტარები. ზოგჯერ იმდენი ერთად გამოჩნდება კომენტარები, ზოგჯერ საერთოდ არ არის. ვერაფერი ვერ გავუგებ. მაცივაში ითქვა სადღაც მოვისმინე რომ არ ინახავენ, მაგრამ იქეთ მთლად როგორ გითხრათ ჩაი ჩუქასავით რაღაცნაირი გამოდიოდა და ამიტომ მე ხა ვინახავ მაცივაში. ამაზე დამიწერეს, მეორედ უნდა გადაისვაო, ანუ დღეს, მეორე დღეს და მერეო უნდა მოიშორო. დიდი მადლობა, მართლა არ ვიცოდი. გამეხარდა, მე მეთხრეს ორჯერ უნდა წაისვაო. ორჯერ, ერთ დღეში. ხო და არ წავისვი გუში, მხოლოდ ერთხელ გავიკეთე, ერთხელ წავისვი, ჯერ არც არის ამძვრალი, ამიტომ ისევ იმას ვიზამ. გადავისმე. ეხლა ერთი მოდიდო ეს. ამას პატარები არ მგონია გაწოლდებიან. Es gengolias. Raginda? Ai. Spagandavto?
იზამს. ეს კარი მოდი ახალი ჩაგის. მუკიტოს ჭიქით დავლიოთ. ფუი რეკავდა. შემდეგ ამთილი რეკავდა მგონი, კაი გადავლეკავ მე ხა. ყავას დავლე ერთი წა ხახას ველაპარაკე, მაგრამ მანდოს ყალი ჩავასხი ხონახე. ჩავდიოთ. ცხელი არ არის და ეს ისედაც რა ვიცი მე ცხელშიც ვერ გავხსენი. კი ერთად რომ მოვადუღე, მაგით იყო კაი, მაგრამ ეხლა უცებ გამახსენდა და ეხლა და მეზარე ვადუღება. არის ხსნება რა არის ეგეთი? ეს კავა მიყვარს. სხვათა შორის იქ ჩვენთან წალენჯიხაში რომ მუშაობდი, აი ამ სტილის ეცვა სუსტად ამ სტილის ბანკիր გოგოს იქ. ჩვენთან ბანკიც ხო იყო. რამოდენიმე ბანკის ადგილი, სადაც შეგეძლო განმადება გაგეკეთებინა და ან რამე რა ვიცი, იდიოდნენ ხოლმე. ისე ძალიან მომწონდა, ისე ძალიან თბილისში რომ ვნახე, მე ხო მივატოვე მან მუშაობა და თბილისში რომ ვნახე, ჩემმა მეგობარმა გოგო მარაბი დამაყირია, მე იქნებ უკეთესი ნახოთ მოგბრუნდებოთა, მე ვერ მივაგენი. ნახე სიჩქარეში სიტყვას ვერ დავამთავრე ბოლომდე. ანუ მე მოვბრუნდეთო. ხო და ვერ მივაგენი აქეთობას. მომეწონა კიდე მანამდე სარაფანი იყო რაღაც კარგი, როგორ გითხრათ, მაშინ არ მქონდა მუცლის პრობლემები მაგალითად. როგორც ეხა ვამბობ, გავიძახი და არ მომწონს, მართლაც ესე არ მომწონს. შეიძლება ნახეთ როგორ არის ამ ასეთ სიტუაციებში. ადამიანი ადვილად რო ikლებენ იმით ჯანსაღი კვებით და რაღაც კოქტეილები მივწერე კიდე იმ ადამიანს, ეხა სხვას მივწერე, მაგრამ რა ვიცი, WhatsApp-ზე მივწერე, ჯერ არ მოუწერია. იმასაც იგივე პროდუქტი აქვს და ამან 300 ლარიო და ის არ ვიცი მეორე რა სიტყვის საინტერესოა დღეს რომ მივწერე ის გოგო. ნორმალურად როცა დაეხმართა პირდაპირ ეს მომხდა. ხნილივით პირდაპირ ყელში მომხდა. ხო და არა აქვს მერე კანი ჩამოწელილი.
როდესაც შენ თვითონ აკეთებ და ბევრ რაღაცას იღებ, ანუ ამოიღებ რაციონიდან, ესე იგი არასწორად მინიხარ და არასწორად იკლებ, ანუ ცუდად იკლებ. იმ გოგოსი მომეწონა 35 კილო დაუკლია და არანაირი არის ჩამოწელილი კანი და რამე მსგავსი. ჩაიმატო უნდა ცხელი წყალი ცოტა. თორე იმ დაიჩინისის ცუდად მომხვდა იმაში რა ქვია. პირში. არ იხსნება და არაფერი ეგ. მიკვის აბა რატო იყრიან? მაინც მოდუღება უნდა. არა უნდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ შეიძლება არ დაიჭეროთ, თუმცა აი ამაზე გეუბნებით, ნახეთ. აი ასე. ატმისფერი გამახსენდა. ეს პომადა არის ატმისფერი. დამონწონს მე. ძალიან. ფანქარია უფრო სწორედ. გონე მუსიკები არ მინდა. ჩაუწიე ცოტა. ახალი არაფერი არ ხდება. იქეთ მოbrunებულზე, იქეთ არ მოbrunდებით ეხა გოდეს კონცერტი რომ მორჩება. მე იმას ვიზავ რა ქვია. ჩემს ველოდები. ჩემი მული, ჩემი დედამთი და მულიშვილი მოდიან. მე მგონი ასე ითქვა მანამდე და მაგიტო მაგინდაური რო არ გამაქვს. მოხანი მეუბნება, აი გამოიტანე და არა. საიდან მოვიტანო მე ინდაური თქვა ასე რომ. არა, პირველად მოდის მაგ გოგო რამდენიმე წლის მერე და საჭმელი მაინც არ დავახვედრო, ასე რომ ისე შემოგკარგებ. რამეს გავაკეთებ მეთქი. ხო, ცეკვაზე რომ ვამბობდი, რომ არ დავდებ საჭმლის ფულს მეთქი, უხერხულში ჩავვარდი და დავდე. უпростоრად ლიკამ დამიდო და ლიკას უნდა მივცე მე 20 ლარი მე. გადადებული მაქვს 100 ლარი გზისთვის. ხო და იმას მოვაკლებ და მივცემ და რა ვიცი, იმედია 80 ლარი. თუმცა არც მგონია რომ დავხარჯო. მე მაგალითად გოდე რა ვიცი იქ რა იქნება იმის მიხედვით, რაც იქნება. ექსკურსიაზე ხო არ მივდივართ, უბრალოდ მივდივართ კონცერტზე და მე გზად თუ რამე მოუნდება და ცხელი თუ შეგვხდა. და ცივი სასმელები აი მაგას შეჭამს და ნაყინი. всё და ამაში ეხა დღეში 80 ლარს არ ამგონია რომ წავიდეს. ასე რომ რა ვიცი. დავდე 20 ლარი, იმიტომ რომ როგორია ეხა ყველამ დადო. და მარტო მე და ერთ გოგოს არ გვინდოდა და კიდე მესამეს ხო მე ლიკა და ნათიას. იმიტომ რომ მართლა მეც არ მივდივარ არც ჩემი შვილი, მაგრამ ეხა არ ვიცი ნახოთ იქნება და რა სიტუაცია და მართლა არაფერი რო არ იყოს მეთქი იქ და ბავშვიერი დამჩესკო და უფრო მაგიტომ გადავწყვიტე მეც რომ ჰა მოდი კარგი მოხაზე არ მეთქვია ოღონდ იმიტომ რომ ხა მიცის ჩემი ხასიათი და ჩემი შვილის ხო მით უმეტეს მაგრამ დილით მაინც გამოვაცხობ მელობიანებსაც იმასაც რა ქვია ხაჭაპურსაც ჩემ დედამთლი გამომიგზავნის ეხა პარასკევი როდის არის ხვა გამოგიგზავნიო მითხრა და გამომიგზავნის ყველს გამოვაცხობ სულგუნის შენახული მაქვს მიყვარს რომ სულგუნს ურევ ეხა სხვაგან წასახებად მიგაკ ადამიანს გოდეს კი არ უყვარს ბევრი ყველით მაგრამ იქ ცოტა გაციებული ანუ თბილი იქნება რა როცა ვაჭმევ და იმდენად ყველმა მე ხო იცის შიგნით გაციება და ესე არ იქნება არ გამოვა როგორც გამოდის ხოლმე ხაჭაპურიდან ასე რომ ესეთი ამბები ხვალ არის 30-31-ში მოვხარშავ ლობიოს მანამ არ გავაკეთებ იმიტომ რომ ესენი სულ შემიჭამენ ხო და ამათვისაც გამოვაცხობ დილით მუხას დამიტოვებ გამომწვას შეუთხოვს და ისევ ისეთივე იქნება გეგას უყარს ეხა კარტოფილიან ხინკლებს უკეთებ მე კი იძახით ვარენიკო მე ხინკლებს ვეძახი ფორმა არ აქვს თორე გემოაქვთ ამიტომ იმას უკეთებ ეხა გუშინდელი თხიდან მეუბნება გეგა მეხვეწებად გუშინ დამეზარა და ეხა
გავუკეთებ მეთქი. ისე. მით არაფერი არ ხდება ძვირფასი. ცურვაზე რომ მყავდა ბოდე ჩაწერილი, არ მაქვს საცურაო, რაც სჭირდება. არც სათვალე, ყველაფერს რა ვიცი 70 ლარი უნდაო და მოკლედ მომავალისთვის თუ იმას ვქენი, მაგრამ მაინც არ ვიქნებით აქ და არ ვიცი რა მოკლედ. ტყუილად ჩავწერე. წელს ტყუილად ჩაიწერა. მომავალ წელს თუ იქნება, მომავალ წელს ნახოთ. შეუძენ მაინც რო გქონდეს მერე საფხულისთვის შევიძე. სათვალე ქუდი და ის მოითხოვეს თურმე საცურაო პლავკები. რა ვიცი რა სიძახია. მე მგონი მაგას. ლიკამ თქვა კიდე სკოლა რომ მორჩება ჩამოვალო და ივნისის ბოლოსთვის სადღაც ეს სკოლა რომ მორჩება რა ჩემმა ძმამ დაგისურდა ბევრი იმაჩენიაბა გაიხადე და იქეთ წაიღე სარეცხის მანქანაზე დადე ზე და გავდრამოჩი ხო სარეცხის მანქანაზე დადე შიგნით არ შედო გასარეცხები მედოდა თუ მორჩა არა ხმა არის კიდევ ყოველ ჯერზე 60 გრადუსიანებით რეც ხო ზემოთ დადე ზემოთ სადაც სარეცხის ხვნილის ყუთი დევს მოკლედ ეს ჩემო ძვირფასებო უღრმესი მადლობა აი ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს რამდენი ხანია კომენტარებზე არ მიპასუხია ძალიან დიდი ხანია მხოლოდ ვაგულებ და თუ რამეს მეკითხებიან იმ კომენტარს პასუხობ ეგ არის ესე რომ რა ვიცი რა გითხრათ მოკლედ კარგად ვართ ღვთისწყალობით მადლობა ღმერთს ხოდა ვერ მიტყვია სიცხეც რომ მოგწევს ვერ ვიტყვი რომ სიცხე გვაქვს არიქა და ეს ვირუსი და ასე შემდეგ იმიტომ რომ თურმე სიხარულს იწევს ზოგ მათგანში და ვერ გამიგია საერთოდ ვერ გამიგია ანუ მოკლედ ვერ ხვდები ზოგჯერ რა გავაზიარო დავუშვა და სიხარული მივანიჭო ადამიანებს თუ როგორ გავაკეთო არ ვიცი მაგრამ არასოდეს ხალხო ნახეთ რა შეასაქმე მე მაგალითად ახლა ხანს ერთმა ადამიანმა მითხრა რაღაც რა რომ აი აქ რაც არ მომეწონა ანუ ადამიანს შეძლო ჩემთან პირში ეთქვა ეგ და უბრალოდ მივწერე იმ ადამიანს რომ შენ და ნებისმიერს ჩემთან შეგეძლოთ და როდესაც მე არ ვარ იქ ესე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილია ჩემთვის ტეხავს და მე არ მომწონს როდესაც ადამიანი არ არის ჩემთან იმაზე რამის თქმა გინდა რომ აი არ მოვიდა და ბევრს ლაპარაკობ და იმის გავს ხო მე ვიღირი სასופר არა მეც არ ვიღიდი всё ერთი 5 თვის მერე კიდედიკო მანამ არა ეხაც კარგა ხანი იყო გასული მოკლედ მე ვარ ადამიანი რომელსაც მიყვარს პირში თქმა არასოდეს უტაქტო არ ვარ და პირში თქმაშიც ვეთასებო იმას არ გულისხმობ რომ აი ადამიანს რამე შეურაცხყოფა მივაყენო უბრალოდ რაღაცაზე რომ რაღაც თემასთან დაკავშირებით ან რაღაც გადასაწყვეტია და იმასთან დაკავშირებით მკითხავენ აბა რატომ ეკითხებიან თუ არ აინტერესებს ჩემი აზრი
მაგრამ ნახეთ კიდე რაშიც არის საქმე. მე რომ მაღაზიაში გავდივარ 2 წუთით და მოურბივარ აქ და ზოგჯერ ამათ ვტოვებ, მიურბივარ და მოურბივარ, ხო? თუ ამ დროს ვტოვებ, ეგ რო იციან, გონიათ, რომ კიდევ შემიძლია კრებაზე მაგალითად სკოლაში მშობელთა კრება იყო და გავაცდინე, იმიტომ თქვენთანაც მქონდა ნათქვამი, ხუთშაბათ დღეს დაამთხვიეს. პარასკევი დასვენების დღე იყო და მაგიტო ეხლა ჩემ გამო ვერ მოვიდოდა მასწავლებელი, ასე რომ ყველა მიცოდა, ყველამ რომ მე 2 შვილი ბაღში რატო არ დადიან, იმაზეც კი პასუხებს. სახლში მყავს ესენი და ბაღში არ დამყავს. ამიტომ როგორია, რომ ბავშვები დატოვოს სახლში მარტო, სანამ მშობელთა კრება არ დამთავრდება. რა უჭირთო კაცო დატოვე, ჩემმა მეგობარმა გოგო მითხრა და გავგიჟდი. რას მეუბნები მეთქი, ამდენი ხნით, ეხა 30 წუთი, 40 წუთი ბავშვი მარტო როგორ დავტოვო. ძალიან ადვილია ასეთების თქმა ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ჩემ სიტუაციაში. ამიტომ არ უნდა ვთქვათ ხალხო ისეთი, რაც შეიძლება ოდესმე ჩვენს წამოგვეწიოს, არ შეიძლება ვამბობ, მაინც არის. მოკლედ, კარგი, ამასთან მოვჩები ახლა, იმიტომ რომ მე ეს თემა სხვაგან მაქვს განსახილველი და ვაპირები, სადაც ხვალ არის ეს დღე. ყოველთვის ვამბობ ჩემს სათქმელს. მე არავის არ მეშინია, არასოდეს, იმიტომ რომ არ ვაკეთებ ისეთ რამეს, რომ ვინმეს ან ზიანი მიადგეს ჩემი სიტყვით, ან შეერცხვეს, ან შეურაცხყოფა მივაყენო, არასოდეს. ხო და უბრალოდ ნახეთ რა არის, უცნობი ადამიანებიც კი აქ კომენტარებში მიწერენ, თუ ვინს რა შეუძლია მაგალითად ჩემზე ან თქვას ან რაღაც. მაგრამ რა თალაპარაკო ვერ გავიგე, თუმცა არც მაინტერესებს ეგ. უბრალოდ იმის თქვა მინდა იმ ადამიანების, რომ მე ვიცი ყველაფერი და ჩემთან მოაქვთ ამბები. წარმოიდგინეთ, ვისთანაც ლაპარაკობდნენ, შეიძლება იმან არც მოიტანოს, მაგრამ იქ სხვას ესმის. ნახე, აქ ხო გითხარით მე თქვენ, რომ ეს კედლები ისეთია, გარეთ რო ჩურჩულებენ, ხმა ისმის ხალხო. აქ ერთი, აი ეხა ჩემი ლაპარაკი გარეთ ისმის. ჩვეულებრივად ლაპარაკი გადის ოთახიდან ოთახში. ერთი ტონს რო აუწევ გარეთ, ალბათ იქეთ მეორე კორპუსში ისმის, როგორც აი მაგალითად ყვირილი ისე. ისე გადის, არ ვიცი რატო არის ეს ამ ბინებში, რატო ხდება ესეთი რაღაცა. ძალიან გადის მართლა ხმა. ხო და მოაქვს რა, სხვას ალბათ სადღაც რო დადგებიან, ან აი აქედან ეხა მე აქ ხოლმე ვარ ფანჯარასთან, ჩემი სამზარეულოს ფანჯარასთან. ეს იხედება გარეთ. თუ ქვემოთ სამზარეულოსთან არის ვინმე ან ზემოთ ხმა ისმის. თან მithumedes მე ყოველთვის აი ეს კარი ღია მაგ და აი აქ ფანჯარა მოღებული. აქედან გამომდინარე რომ ჩვეულებრივად გადის ხმა. თუ რას საუბრობ. ამიტომაც არის რომ ადამიანები მაგალითად ზოგჯერ კომენტარებში მიწერენ რომ აი ნახე შენ იმათთან კარგად ხარ, ანუ ხო ხედავ როგორ კარგად ექცევი და შენთანო იმ წუთაზე იღებიანო, მარაო მე ასეო დამიწერა იმ ადამიანმა იგი გაშტერებული მოყოლეთი კომენტარი. მაგრამ რა არის იცით? შენ რა ენერგიასაც გასცე. მე რა ურთიერთობებსაც გავცემ, რა თქმა უნდა, მსგავს მოველი. და იმიტომ ხასიათშიც მაქვს ეგ, რომ არ შემიძლია გამარჯვების თქმა, ძაი ღიმილის და ტკბილი გამარჯვების გარეშე არ შემიძლია. აი გამარჯობა და რო გესვრიან როგორი ძალიან მოღრუბლული ამინდი როს ჩანს გრუბად, აი ეგრე რო გეტყვიან. ესე არა. ტკბილად მიყვარს. გაბრაზებას ვიცი რატომაც არა, მაგრამ არ ვიცი სხვა ადამიანებზე, ბრაზდები ჩემს სახლში, იმიტომ რომ ჩემებისგან უფრო მეც მოვითხოვ. ხო, ბაღში რატო არ დადიან ჩემი შვილები? გითხარით რომ გეგას შაქარი დაუვარდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ალბათ ახალია თუ არ ვიცი, მანამდე ვერ მოისმინა, ან ვიცი, ხვდები ამდენი დრო არავის არ გაქვს და გადახვევით უყურებთ ვიდეოებს, მაგრამ ბევრჯერ მაქვს ეგ ნათქვამი. საჭმელს არ ჭამენ ჩემი შვილები, იცით, არც ერთი. ბაღში. მერე გოდეს სკოლაში გავატანო, ბაღში გავატანო.
ეს ყველაფერი მე ვალად უნდა დავიდო. წინასწარ ვერ დავილაგებ ყველაფერს, იმიტომ რომ მოვიტანე ბავშვებმა რომ ეგულებოდათ შეჭამეს. რომ რაღაცა სახელმწიფოები და 10 საათიდან 4 საათამდე კი ხა იტყვით მაშინ ცოტა ადრე გამოიყვანეო. 10 საათიდან 4 საათამდე ბავშვი მშიერი ვერ მიყოლება და ისევ მაგალითად ღმერთმა აშოროს და შაქარი დაუვარდეს ხო ბავშვს და ეძინებაო რომ იფიქრონ და დააძინონ ბავშვისაც წავიდე. მე რა გავაკეთო? ამიტომ რაც არ შეიძლება სასტიკად არ უნდა დააძინოთ ბავშვი მაგ სიტუაციაში. მე იქ მითხრეს და მუხრანიც მეუბნებოდა რომ აი თათია როგორ მივხვდი, მაგრამ როგორ ვერ მივხვდებოდი, პირდაპირ ყოველჯერზე ეგრე ვარ. ბავშვების სუნთქვას ვაკვირდები, რომ ზინავთ მაშინაც. და პულსირება რომ შეუმოწმეთ ძალიან ნელი იყო და გეგა ისეთი არასოდეს არ მინახია მე. ამიტომ მეშინია მაგით არ ვუშვებ. სიმართლე რომ გითხრათ. მომავალ წელს შევხედოთ. მომავალ წელს გეგა სულ სხვასთან იქნება. აქაურია ჩემი გოგოა მარინა არის. ხშირად კომენტარებშიც მყავს ხოლმე მარინა მისაბიშვილი და გეგა იქნება იმასთან. პატარა იქნება გეგა სადაც არის წელს იმათთან და ამიტომ მარინა უფრო მეტად და ხათუნა უფრო მეტად მიმიქცევენ გეგაზე ყურადღებას რომ დაველაპარაკები და პრობლემა ისედაც იცის მარინამ და აქედან გავამდინარე ეხა როგორია კი მივიდე მეც შუა დღეზე რამე აქედან საჭმელი წაუღო როგორია ეხა მე მიუტანო ჩემ შვილს და სხვა ბავშვებმა მიყურო ჩემ შვილს როგორ ვაჭმე ძალიან უხერხულში ვარდები ეგრე არ შემიგა იმდენი ბავშვი არის კიდე მან დრო როგორ წავიღო იმდენი საჭმელი თან აქ სხვას დაახვედრე ის გააკეთეს მოკლედ ამდენი არ შემიძლია ხალხო მაგიტომაც დავიტოვე გეგა და ადაც წელს მომავალ წელს ვფიქრობ გაშვებას მაგრამ აი მარინას და ხათუნას იმედად უფრო იმათი იმედი მაქვს ყურადღებასაც მივიქცევენ და ესე მეც დროს რომ მოვიხელთებ გავიქცევი და მოვალ შევხედავ და ასე შემდეგ წყლის თემაც არ ახსენდება მე აქაც სულ ყოველთვის დიდიკო წყალი არ გინდათ არ მოგწყურდათ მოდი ცოტა წყალი დალიეთ და ესე ვარ ვახსენებ რომ მინდა ბავშვება მიიღონ ცოტა მეტი წყალი იქ დავსებული ბოთლი აქეთ მომქონდა ანუ რომ მივიდოდი მაშინ ითხოვდა დიდიკო წყალი მინდა წყალი მწყურია თავის ბოთლზე ვერ მიაგნო ვერ იცნო გეკამ და ძალიან გამიკვირდა როგორ თქვა წყალი არ დავლევი ამდენი ხანით ამიტომ არ დადიან ძვირფასებო დედას სიცოცხლე დედას ბედნიერება შეჭამეგე შეჭამე ჩემი ბეკეკა მოკლედ ეს და ამგვარად წავედი ხა მე არ მინდა დიდი დრო წაგართვათ დიდიკო დედიკო შარვანი რატო გაიწურე? დაასველა იმანაც. ეხა იქეთ რა ამბავი დამხდება, არც მინდა შევიხედო, არც მინდა შევიხედო. პირველად მოხდა წუხელ ხამე ადრე დავწექით, ადრე დავალაგე, ადრე გადავივლე მეც უცებ. გოდე დავბანე მარტო ეს ორი არ დამიბანია, მისეზებიდან გამომდინარე და არ ვიტყვი. ასე რომ მოკლედ ჩემო ძირფასებო წავით და გემშვიდობებით ეხა მე გოდეს თქვა რომ შევჭერით გუშინ პირდაპირ იქვე გააქანა იმან მუხამ ანუ ვერ ვასწრებდით ისეთ დროს იყო ჩაწერილი 6-ზე ცეკვა ეწყებოდა და პირდაპირ იქ თმა შეჭერილი ის თმები რომ ეყარა ყველგან ისეთი იქ მიიყვანა და ცეკვავდა და სამჯერ გამოუცვალე სამჯერ ისეთი ოფლიანი იყო მომწონს გოდეს ცეკვები გამოსწორდა ძალიან ადვილად მადლობა ხმეც ადვილად ითვისებს ეხა გოდეზე უფროსებიც არიან იქ და ერთი არის ძალიან ნიჭიერი ბავშვი ახლა ხან შემოემატა სადღაც 3 თუ 4 თვე იქნება და ანდრია ქვია ისეთი ნიჭიერი ბავშვია ისეთი
ძალიან მომწონს. ძალიან სელქია, აი როგორ გითხრათ, რო ვერ ისვენებს. მაგრამ მიყვარს. ძალიან მაგარი ბავშვია. ნეტა გოდე იყოს მასე. ნეტა გოდე იყოს მასეთი. მოუსვენარი და ცელქი. უზრდელი ეძახონ არ მაინტერესებს. იყოს ოღონდ იგეთი. ესე, წავედით ძვირფასებო ბედნიერ მშვიდობიან დღეს გისურვებთ. დავლევ ამას თორედ ყვილა გიდგასო დამიწერს კიდევ ვინმე დაიცად. კიდე ერთი ხლოპი, კაბაზე არ მინდა დავიწუწო. კიდე დამჭა. ეს ალბათ ის არის? ფემოთროა. დერიჩინი. მე მგონი ის არის. მეყოფა. დარჩა კიდე, მაგრამ არ მინდა ისინი გამოყვეს. სუცოდა დარჩა. წავედი ალბათ ძირფასებო ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მიყვარ ხართ, გულში მყავ ხართ. ბაბებიერებს თქვენთან ჭუკჭუკი. ამას რამდენი გულით გეუბნებით, იმდენი სიკეთე და გახარება მე და ჩემს ოჯახს. რო არ მოვიდე, არ შემიძლია. ნახეთ როგორ ვარ ხოლმე. აი, ხო ავდგები. პირველი რაც მინდა რომ ვიდეო გადავიღო და ეს სწრაფად თუ რამე მაგას საკეთებელი ვაკეთებ და მე როდის მოვრჩები ამას გავიძახ. ეხა მაგიტო დავტოვე ის გასაფენი. ავდგები და ეხა გავფენ. მოდი ჯერ ვიდეოს გავაკეთებ და მე გავფენ თქო და თან ეგერ მორჩა ხმაც არ არის მანქანის და ერთნაირად მიქნება მე დაკიდული. გაფენილი. წავედი. დაგემშვიდობებით და შევეცდები მოვიდე. არ ვიცი. ველოდები ამანათებსაც და ერთი არის კარგი ამანათი. მაიკების პრობლემები მაქვს. ხო იცით? არ გეწოწონებით ხალხო გამოწერილი მაქვს ტემუდან ძალიან იაფად 8 არის 9 ლარად გამოიწერე, რომელიც მე მიხდება და ფერებში. ესეც ტემუდან არის. ტოპში შედის, მაგრამ ძალიან ტოპიც არ არის. ძალიან ტოპი მაინც არ მინდოდა. მე ხო იცით რომ ამ სტილის კაბები მაქვს, ჯერ არ ჩამიცვია და არ მიჩვენებია, მაგრამ თავს რო შევიღება, მე გადავიღებ და გაჩვენებ, მოვიზომებ რაც ვიყიდე იმათ. რაც არ მიჩვენებია ჩაცმული. ისინი არ მიჩვენებია ზედა ქვედა რომ აქვს. კამრიანები რო გაჩვენეთ, მაშინ ერთი გულის ფორმაზე. მოკლედ რაც მაქვს მე იმას გაჩვენებთ. ჩავიცმევ და ის რა თქმა უნდა. ხო ისინი არ მიჩვენებია. არა არ მცნია. ეს იზომები გამოვიწერე. მე მგონი ერთი ემია და მეორე ეს. მაგრამ არაფრით არ განსხვავდება სიმართლე რო გითხრა. და მოგედეს წავედი ახლა მე არ ვიცი რა ჩავიცვა კვირას დამიწერეთ შარლალი მაგრამ სვეტი ცხოველშიო და იქ ეკლესიაში შარლით როგორ იქნება კი თავშალი წამიღია მაგრამ ხო არ იქნება რამე რა ვიცი სადაც მივიდივარ ყველგან პრობლემაა შარლალი თუ მაწვია და იმდენ შარლიან ფოტოებს ხედავ ეკლესიაში გადაღებულს რომ მიგვირს თან კიდე აგერ ძვირფასებო მწვანე მონასტერში რო ვიყავით ხო გახსოვთ ნებისმიერი ადამიანი იღებს ეკლესიაში შიგნით აი რამდენი ვიდეო მინახია გინ ლოცულობენ გინსან მე ეს მუხრანი კიდე რას ეკითხებოდა გადაიღო არა არ არისო უფლება და არ გადამაღებინეს რა იყო დიდი ამბავი ახლა ყველა იღებს და აი ამას გეუბნებით ჩემთან ყოველთვის ყველაფერი არის საპრობლემო ისეთი ძვალი რო გექნება ადამიანს თუმცა არა უშავს პრობლემებიც კი ცოტა ისეთია მაგრამ დაძლევის მერე არის სანგემრიელი ეს ყველაფერი ასე რომ არაფერია ყველაფერს დავძლევთ ყველად ვართ ესეთი ძლიერები. თან მე აბრაგების შთამომავალი ვარ და ჩემი თავის იმედი მაქვს. ყველგან და ყოველთვის. წავიდე მაგ ძირფასებო. გეკოცეთ ბევრი და დროებით მომავალ ვიდეომდე.